ჭირს მენჩარტყელის კუნთოვანი დისტროფია. როგორც ერთ-ერთი განშტოება არის დიუშენი, შენიც არის ამ დაავადების სხვა განშტოება. იმიტომ მოვედი ამ გადაცემაში, რომ მინდა რომ ხილვადობა გაიზარდოს ჩემნაირი ადამიანების და აღარ იყოს რაღაცა შოკის მომგვრელი და ხალხი არ მაყოლებდეს ხოლმე თვალს ქუჩაში და რაღაც სრულფასოვან ადამიანად არ მიქონდეს, იმიტომ რომ არ სრულფასოვანი ადამიანი და ძალიან საკმაოდ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობ. რაც დრო გადის, შენი კუნთები უფრო და უფრო სუსტდება. ან ბავშვობაში არ მეტყობოდა, მე ვთქვათ, უფრო ნელა დავიწყე სირბილი, მე გამჭირდა კიბეზე ასვლა და ეს ჯოხიც ახლა ოქტომბერში ვიყიდე. ბულინგი თუ გამოგიცდია საქართველოში ან ამერიკაში და თვით ირონიისთვის თუ მიგიმართავს იმისთვის, რომ უხერხული სიტუაცია გაგენეიტრალებინა. ხანდახან კონფლიქტური ვარ ხოლმე, კონფლიქტს თავს არ ვარიდებ ნამდვილად. მე ძალიან მიყვარს ტირილი, ამიტომ ძირითადად ამას მიმართავ ხოლმე. ცხოვრებაში ამ სინდრომზე მეტად ადამიანებმა მოგაყენეს უფრო მეტი ტრამვა. შიში მე რა უფრო დამეწყო უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და რაღაცა ნამდვილ სამყაროში შემოვაბიჯე და აი ეხა მეშინია ხოლმე, მაგრამ დიდების ცხოვრებაში რა შემოხედი? ცხოვრებაში უფრო რთული არის. ცხოვრებასთან ბრძოლაში და ცხოვრებასთან ჰარმონიაში მყოფ ადამიანებს ერთმანეთის ესმით? შეიძლება წამალით გამოვიდეს სანამ გადავა ჩემ გულზე და ფილტვებზე ეს დაავადება. მაქვს იმის შეგრძნება, რომ ჩემი დრო ჩემი არ არის. არაფერი დასაკარგი არ მაქვს და ამიტომ ვცდილობ რომ უბრალოდ წინ ვიყურო.